კლიპში ნასიან tickets to the movies ქვია სიმღერას ბილეთი კინოთეატრში და last story ანუ წარმოდგენილი თქვენ თვითონ ნახავთ ფილმს მასადა ეს კლიპი და გამოჩენილია ჩემთვის და შეიძლება ჩემი ცხოვრების რეჟიმს მე ყველაზე ბედნიერი აქ ვარ სახლში ვარ ყოველთვის ერთი სული მაქვს საქმეში ჩამოვალ იქ შრომობ რა თქმა უნდა როგორც მომღერლისთვის და ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გარემო მაქვს იქ საუკეთესო კომფორტი სამუშაოდ მაგრამ ყოველთვის ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდები ჩემს ოჯახისთან მეგობრებთან და გულშემატკივრებთან მერა კიდევ ერთხელ შეგეკითხები love story კლიპში რეალურად რა ხდება ხომ არ არის ეს გაცოცხლება კლიპში პირადი ცხოვრების არა ჯერ კლიპში ხდება ეს ყველაფერი ცხოვრებაში არა ცხოვრებაში შემდგო ცხოვრებაში ჯერ პასიურ რეჟიმში მუშაობ კონცერტის გამართვას და კიდევ მაინტერესებს ვინ არის შენი სიმღერის შეფასებელი პირველად ვისაც მე და ოჯახის მშობლების მამის დამოკიდებულება შენი შემოქმედებისგან როგორია შეფასებები და თვითონიცდეთ ესე იგი სამწუხაროდ ცოტა ხნით ვარ აქ სადღაც ერთ კვირაში უნდა გავფრინდე მუშაობ ახალ ალბომზე მუშაობ მიახლოებით ნახევარი მაქვს დასრულებული ყოველდღე ალბომზე ვარ გადართული ანუ კონცერტების შემდეგ ალბომის დასრულებისთანავე ალბათ დაიწყება ეს უკვე გამომდინარეობს ალბომის შედეგებიდან რაც შეეხება იმას თუ ვისვასებია ჩემს სიმღერას პირველს ასევარ აღნიშნეს ჩემო გულშემატკივრებმა დედას ყოველთვის დედას ვასმენიებ რა თქმა უნდა ვაფერადი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახის წევრების ჩემი პირველი ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ სწორედ სადამ სახალხო დავიწყებდი იმის კეთებას რაც შეეხება მამის შეფასებას ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ რომ შემოქმედება იყო თავისუფლების სიმბოლო რომ ცხოვრებაში ვიქნებოდი ბედნიერი და თავისუფალი თუ გამოვიდოდი შემოქმედი და სწორედ აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ისინი ყოველთვის ხას მიჭერდნენ ჩემს გადაცემაში და უკვე პროფესიაში მადლობთ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთი შეკითხვა უნდა მოვისმინოთ ისე ჩემი სიმღერის ყველა